გრენლანდიელები თვლიან, რომ მათ თავად უნდა გააკეთონ არჩევანი კუნძულის მომავალთან დაკავშირებით. სატელევიზიო დებატებში გრენლანდიელი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინადადებას კუნძულის ყიდვასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ჩავდოთ მეტი ინვესტიცია როგორც ჩვენს თავდაცვაში, ისე დანიის თანამეგობრობაში. ნატოს პრობლემა არის ის, რომ განსაზღვრავს ძალის სამიზნეებს და იმას, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ალიანსი. ჩვენ გვექნება უფრო მჭიდრო თანამშრომლობა არქტიკულ ქვეყნებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ასევე ვაპირებთ გადავიხადოთ თანხა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ არასტაბილურობის შექმნა, მაგალითად რუსეთს, ამის უფლება არ მისცენ. შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, რომელიც თანამდებობას 20 იანვარს დაიკავებს, სურს შეიძინოს მინერალებით მდიდარი კუნძული, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დანიის ტერიტორია იყო. ტრამპის აზრით მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძული უკიდურესად მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დანიის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ დათმობს გრენლანდიის სუვერენიტეტს. გრენლანდია არ იყიდება. ასეთია დანიის ხელისუფლების პოზიცია ტრამპის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ვეთანხმები, რაც ახლა ითქვა. გრენლანდია დანიის თანამეგობრობის ნაწილია. ფიქრობ, რომ ქვეყანამ მეტი ვალდებულება უნდა აიღოს და ამით ის უფრო დამოუკიდებელი გახდება. თუმცა იმედი მაქვს, რომ დანიის თანამეგობრობა გაგრძელდება წლების განმავლობაში. ტრამპის ინიციატივა მიუღებელია გრენლანდიის მოსახლეობის უმრავლესობისთვისაც. დონალდ ტრამპმა მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა.